სწორედ რომ დაიჭირეს, აქედან ორი ბავშვი გამოუშვეს სპეციალურად და სამი ყავდათ დაჭერილი და რატომ? მიდიოდა დამუშავება ციხეებში, ცალკე იმაში, პოლიციაში ცალკე ამუშავებდა ციხეში ამ ბავშვებს და გარეთ მყოფებსაც ცალკე, რომ აი ესე გიზავთ, ესე იქნება თქვენ თუ არ იტყვით იმათ შიგნით ესე უზავთ, როგორც იცია თავიანთი მეთოდები, მაგრამ ვერაფრით ვერ გატეხეს ბავშვები და სწორედ შემდეგ იყო ბატონი სოზარის დიდი დამსახურება და ბრძოლის, რომ გამოუშვით ეს ბავშვები გამოუშვეს. გამოუშვეს როგორ? რაღაცა 7 თვე, ზოგი 7 თვე იჯდა, ზოგი 4 თვე, 3 თვე აი ესე. ხო და ამის შემდეგ უკვე ესეთი ტრაგედიის შემდეგ ფაქტიურად ძალიან უგონოდ ვიყავი მე და აღარც მესმოდა უკვე რა ხდებოდა გარეთ და დატრიალდა შემდეგი ტრაგედია ეს სანდროს უბედურება. იგივე მათი მეთოდებით, რომ ვითომ მასაც დააბრალეს, რომ რაღაცა ეს უნდოდა აღარც მახსოვს რაღაც მოკლედ ბატონო, ხო, საძმო, ხო, დაჯგუფების წევრი და ის და უკვე მივხვდი, მაშინ მე ვთქვი, რომ იგივე ვარიანტია, რაც ჩემ ბუტას დააბრალეს, უკვე მივხვდი ვისთან მქონდა საქმე. და სადღაც წელიწად ნახევარი იყო მე მგონი გასული თუ რაღაც სანდრო რომ მიაყოლეს და მე ხაზი მინდა გაუსვა ამ ბავშვების გასაგონად, რომ სწორედ აი იმ პატარა ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩა, რომელიც უნივერსიტეტთან მდებარეობს ახლოს, აი ამ ქუჩაზე გაისტუმრეს და მოკლეს, აი ესე სასტიკად ბუტა, სანდრო, 4 ადამიანი და ზურა კვინტრაძე, რომელიც 26 მაისს სახურავზე ხელებს შეკრული შემოაგდეს, ვითომ დენმა დაარტყა გამოგვიცხადეს. რასაც გადაყვა მამა, რომელიც მივიდა მორგში ამოსაცნობად და იქვე მეორე დღეს გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. 4 ადამიანი მარტო ამ პატარა ქუჩაზე შეიწირეს. აი ვინ იყვნენ ეს საშინელი სააკაშვილი და მისი აი ეს გარემოცვა და მათი მეთოდები და რას წარმოადგენდა იმდროინდელი ხელისუფლება და ამ ბავშვებს სწორედ მინდა მიმართო, რომ შვილებო თქვენ თუ არ იცით და არ იცოდით რა ხდებოდა, ეხლა მაინც შეხედეთ რაღაცას, თქვენ ხართ რაღაცა გზააბნეული გიწოდოთ თუ რა გითხრათ, ეგეც არ ვიცი. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენაერი გაუბედურებული ოჯახები იყო ძალიან ბევრი და თქვენაერი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავით სიცოცხლე უნდოდა და სისხლი უჩქეფდათ, დღეს მიწაში წვანან და ის როგორ იცით, რომ დაახვრიტეს უბრალოდ ქუჩაში და აბრალებდნენ ბანდიტობას და 1000 რამეს. ეს 162-ია თუ არ მეშლება ასეთი დახვრეტილი, ბევრი მათგანი სხვათა შორის ამოიღეს ხმა, მაგრამ მალევე გაჩუმდნენ, იმიტომ რომ მათ სხვა შვილებიც ყავდათ და დიდი ზეწოლა და დიდი დაშინება მიდიოდა ამ ოჯახებზე და სავარაუდოდ ამიტომ მერე გაჩუმდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ 162 ბიჭი ქუჩაში ყავთ მოკლული.